ჯერ ისევ არ არის გარკვეული, ვინ მიიღებს მონაწილეობას 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში. 7 თვეში გაიმართება კენჭისყრა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით ოპოზიციიდან ბრძოლას მხოლოდ პარტია გირჩი გეგმავს. სხვა ოპოზიციური პოლიტიკური სუბიექტები არჩევნებში მონაწილეობას ამ ეტაპზე არ აპირებენ. ოპონენტების ამ პოზიციას ქართული ოცნება საბოტაჟად აფასებს. კონსტიტუციის მიხედვით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს. შინაარსობრივად დღეს თვითმმართველობის არჩევნებზე საუბარი მხოლოდ და მხოლოდ შეიძლება იმსახურებოდეს ერთადერთ რამს, რომ დღის წესრიგიდან მოხსნან მაგალითად ისეთი საკითხი, როგორიც არის ჭიათურის შახტის დახურვა და 4000 ადამიანის და შესაბამისად 4000 ოჯახის შემოსავლის გარეშე დატოვება. როგორც არის მაგალითად ტყიბულიდან პოლიტიკური ნიშნით ადამიანების გათავისუფლება. კიდევ უამრავი ეკონომიკური და სოციალური პრობლემა, რომელიც ქვეყანაში არის. ისევე როგორც მთავარი პოლიტიკური დღის წესრიგი, რაც არის ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და არა თვითმმართველობის არჩევნები. ამიტომ ჩვენ ამ საკითხებზე არ ვისაუბრებთ. არ შევუწყობთ ხელს პროპაგანდას მარტივად. ჩვენ ვემზადებით ხალხის დაკვეთის შესრულებისათვის და ეს დაკვეთა დღეს არის საპარლამენტო არჩევნები. ამ ეტაპზე ჩვენ თვითმმართველობის არჩევნებს არ და ვერ განვიხილავთ, ვინაიდან ვართ ხალხთან ერთად და ხალხის მოთხოვნა არის ახალი საპარლამენტო არჩევნები. დაირღვა ყველა ფუნდამენტური უფლება, მათ შორის ფარულობა და ჩვენ არანაირი გარანტია არ გვაქვს თვითმმართველობის არჩევნებზე რეჟიმი იგივეს და იმაზე უარესად არ გააკეთებს. ამიტომ ხელის გაშვერა ჩვენსკენ არა, ხელი რეჟიმისკენ, რომელმაც დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია. ომთან მიმართებაში, სანქციებთან მიმართებაში ზუსტად მართლები რო აღმოჩნდით, იციან და დასაყრდენი არ აქვს საზოგადოებაში და ეხლა ვინ უნდა მისცეს ხმა მაგალითად ნაცმოძრაობას. საკუთარ ბელადის რცხვენიათ უკვე ზეთუნახავი რო ყავთ იქ გამომწყდეული. ვის უნდა მის? აბა გვარამია და ეს მეორე კიდე უთამოყარეო პუფი რო დარბის. მელია. იგივე ნაცმოძრაობა არ არის? ვისატყუებენ და თაღლითები, ხაზარაძეები, ესენი არიან უპრინციპოები. როგორც კი ჩამოვა ახალი მესიჯი, მათი პატრონების გარო უნდა მიიღოთ მონაწილეობა, მიიღებენ. ასე რომ ამიტომაც არიან რომ ასე მთამოდ ვერ ამბობენ მიიღებენ თუ არა მონაწილეობას. როგორც დაუკვეთავენ, ისე შეასრულებენ. რადიკალურმა ოპოზიციამ რომც მიიღოს მონაწილეობა, მაინც არ იქნება კონკურენტული. იმიტომ როგორ შეიძლება არჩევანი მოღალატესა და პატრიოტ შორის დავინახოთ კონკურენცია. რანაირი კონკურენცია არის ქართულ ოცნებას პატრიოტ ძალასა და მოღალატე რადიკალ ოპოზიციას შორის. აქ რა კონკურენციაზე საუბარი, აქ არჩევანი ერთადერთია და ამ ერთადერთ არჩევანს უკვე ბერამდენჯერ აკეთებს საქართველოს მოსახლეობა. რაც შეეხება იმას თუ რა უნდა შეიცვალოს, არაფერი საჭირო არ უბრალოდ რომ მათმა პატრონებმა მის სათანადო მითითება მისცენ მარიონეტებს და ზუსტად ისე მიიღებენ მონაწილეობას. არანაირი ნება არ გააჩნია. ეხლა რა გონია თქვენ წარმოგიდგენია თქვენ როცა ესე იგი ეს ჯგუფი ხო ხედავდით ეს დღეები სად დადიან ჩადიან თელავში ჩადიან ქუთაისში ჩადიან სამედადიან თუ უცხო ქვეყნების დედაქალაქებში ჩადიან ხო მათ ანგარიშვალდებულება აქვს სხვა ხალხთან სხვა ერებთან სხვა სახელმწიფოებთან და სხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან და შესაბამისად დავალებებსაც იღებენ მათგან